დასავლეთის მხარეა და ლისზე დასავლეთიდან უბერავს ისეთი ქარი, წოდორეთიდან მოაქვს ხოლმე მანქანები და სახურავები. სროლელია და ფრთხილად უნდა იყოს ბრიგადები, რამე არ შეეშალოთ. თუ გამოვა შემომძახები. ახოს გაუბარჯოს. ეხლა ჩვენ მივყავთ კუბის დეველოპმენტში, ჩვენ არქიტექტურული პროექტი გადმოვაგზავნეთ ერთი კვირის წინ. ბიჭებმა უკვე დაამუშავეს მოცემული პროექტი და შემოგთავაზებენ პირველად ესკიზს, აგვიხსნიან მათი გადაწყვეტის მიზნებს და ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, გაგვაცნობენ ჩვენ თქვენთან ერთად. ზოგადად კონსტრუქტორების მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენი არქიტექტორების ნაფიქრი რეალობას მოარგონ და მისი რეალური საინჟინრო გადაწყვეტები ასახონ ხოლმე მშენებლებისთვის. ანუ საშუალო რგოლია, რომელიც ჩვენსა და მშენებლებს შორის ასრულებენ ისეთ ნამუშევრებს, ნახაზებს, რომლებიც შემდგომში უშუალოდ მშენებლობისთვის გამოიყენება. ჩვენი კონსტრუქტორი გახლავთ ბექა, მოგესალმებით ბექა. გამარჯობა. აუხსნათ ჩვენს, ასე ვთქვათ, მაყურებლებს ჩვენი პროექტის გადაწყვეტის მიზნები, მისი, ასე ვთქვათ, გამოწვევები და ასე შემდეგ. ანუ დავიწყოთ პირველი პრინციპი, მთავარი პრინციპით რაც არის, ჩვენთვის ჩვენი მოცემული პროექტი არის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც იყო თანამედროვე გადაწყვეტებით, ამიტომ ჩვენც მაქსიმალურად მოვერგეთ ყველა იმ ფუნქციას და დანიშნულებას, რაც არის დღევანდელი საცხოვრებელი სახლებისთვის საჭირო, რომ იმუშაოს და იფუნქციონიროს გამართულად. ხო, დავიწყოთ საძირკვლებით ირაკლი. საძირკვლები ჩვენ გეოლოგიური მონაცემებიდან გამომდინარე, ასევე დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ავარჩიეთ საძირკვლის ფილა, რომელიც არის გაძლიერებული ფუძე გრუნტზე დაფუძნებული, ეგრეთ წოდებული ბალასტის ფენაზე. გეოლოგიურად როგორც მე მახსოვს, ცუდი გრუნტი ჰქონდა. კი, საკმაოდ ცუდი გრუნტი, ნაყარი ფენა ჰქონდა საკმაოდ მაღალი სისქის. ამიტომ გადავწყვიტეთ ესეთი გადაწყვეტა და რაც ეკონომიურიც გამოვიდა საბოლოოდ ქვაბულის სამუშაოებიდან გამომდინარე და მდგრადიც გამოდის ასე შენობა გაცილებით უფრო. რაც შეეხება უკვე გადახურვის ფილებს, ჩვეულებრივი ფილარიგელიანი სისტემა გვაქვს ერთი გამონაკლისის გამოკლებით რა, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს რიგელები მხოლოდ დამკვეთის მოთხოვნებიდან და არქიტექტურული მოთხოვნებიდან გამომდინარე, პერიმეტრზე გავაკეთეთ ირაკლი მხოლოდ რიგელები. ხო, გადახურვის ფილები გავაკეთეთ 20 სანტიმეტრის სისქის, გაძლიერებული შესაბამისი არმირებით, რა თქმა უნდა. ამიტომ შიგნით უკვე შენობის მოცულობაში, ესე რომ ვთქვათ, რიგელების ხარვეზი და დეფექტები არ ექნება შენობას რა, იქნება ერთი მოსწორებული ჭერი ყველა სართულზე. აი ეს გაამარტივებს არქიტექტურულ მოწყობას, საინჟინრო მოწყობას და ასევე სილამაზის და ესთეტიკის მხრივაც გაცილებით უკეთესია შენობა. კი, ახოს მოთხოვნა გახდათ აღნიშნული საკითხი, რომ სურდა ჭერი, ასე ვთქვათ, ღია დაეტოვებინა, მას უყვარს ლოფტის სტილი, ხშირ შემთხვევაში ინტერიერში იყენებს ხოლმე, აქედან გამომდინარე, იდეალური ჭერი გვინდოდა მიგვეღო და შესაბამისად ასე გადავწყვიტეთ. რაც შეეხება გადახურვას, გადახურვაზეც რომ ვთქვათ, 1-2 სიტყვა, ხის გადახურვაზე, ხო, კომბინირებული ავირჩიეთ, ფილაც გვაქვს და ამასთან ერთად ჩვეულებრივი სახურავის თბოიზოლაციიდან გამომდინარე. ამიტომ მაგაზეც რო გვესაუბრო რა სისტემა. ესეც იგივე თბოიზოლაციიდან ასევე არქიტექტურიდან გამომდინარე, გადაწყვეტები მივიღეთ შემდეგი სახის რა. სახურავი გვაქვს როგორც გადახურვის ფილა, ასევე ვიზუალისთვის და არქიტექტურული ნაწილის გამართლობისთვის მოვაწყვეთ ხის კოჭები და გავაკეთეთ ეგრეთ წოდებული მანსარდი სახურავში, რომელიც არის ასევე ვიზუალური და ასევე ფუნქციური დანიშნულებისაც რა სახურავში. ასევე გვაქვს ეზოს ნაწილში გვაქვს ეგრეთ წოდებული საჩრდილობლები, გადახურვები, რომლებიც ასევე ხით და კომბინირებული კონსტრუქციებით მოვაწყეთ და ეს ყველაფერი, ну, რა თქმა უნდა, აისახა კონსტრუქციულ ნაწილში. ჩვენი ერია, ბექა, ძალიან დიდი მადლობა. მშვენივრად არის გადაწყვეტილი. ეხლა ის გადაგვრჩენია საბოლოო პროექტი მივიღოთ თქვენგან. მე ამ ყველაფერს ჩვენს არქიტექტურას მოვარგებ, ვინაიდან ყოველთვის საჭიროებს ხოლმე აღნიშნული არქიტექტურული კორექციას, რადგან არის ხოლმე დეტალები, რომლებიც მცირედით იცვლება, როდესაც ინჟინრები, ასე ვთქვათ, თავისი გადაწყვეტებით ერევიან პროექტში. ამ ყველაფერს ჩვენ ავსახავთ არქიტექტურაში, ბატონ ვახტანგთან ერთად გავვილით და დადასტურების შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავაგზავნით მედიაში. ძალიან დიდი მადლობა.
კარგი. მოკლედ მივედით იქამდე, რომ შევთანხმდით არქიტექტურულ პროექტზე, ეს არის პროექტი, უკანა ფასადი, წინა ფასადი, საკმაოდ ლამაზი გამოვიდა, ავტოფარეხი ამოვიღეთ, დანარჩენზე უკვე ირაკლი ისაუბრებს, დაახლოებით 2 კვირაზე ცოტა მეტი ხანი დაგჭირდა, ჩემი მოუცდელობიდან გამომდინარე, არქიტექტორები აკეთებდნენ, მიგზავნიდნენ, მე უკეთებდი reviews და უგზავნიდი უკან, რა ცვლილება მინდოდა, როგორ მინდოდა, რანაირად მინდოდა და ამან წაიღო დაახლოებით 2 კვირა ნახევარი, რომ მივსულიყავით საბოლოოდ იმ პროექტამდე, რაც მე მინდა. ბიჭებმა უკვე გააკეთეს კონსტრუქციული პროექტიც კონსტრუქტორთან, ეს უკვე ნახეთ და ახლა მინდა რომ ირაკლი მაგვიხსნას და გიგამ ამ პროექტის ავტორებმა რა მიიღეს, რატომ მიიღეს და რატო არის ასეთი ფორმის და ზომის სახლი. კი ბატონო, ჩვენ ბევრი შრომის შედეგად, ასე ვთქვათ, მივაღწიეთ საბოლოო შედეგს ბატონმა ვახტანგმა დაგვიდასტურა თავისი სურვილი, ასე ვთქვათ, და შესაბამისობა არქიტექტურის ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლოს შეხვედრაზე ბატონო ვახო ვისაუბრეთ, რომ რაღაც სათავსების გადაკეთება გვინდოდა, წარმოდგენილი გქონდა სარდაფი, თუმცა გეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ საკმაოდ დიდი წყლის რაოდენობა გვაქვს გრუნტში, ამიტომ თავი შევიკავეთ, რომ გაგვეკეთებინა სარდაფი, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია, არიდება წყლის, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, თუმცა ხარჯების მიმართულებით უფრო გვიძვრებს სიტუაციას. აქედან გამომდინარე, ვიფიქრეთ, რომ უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა აღნიშნული სათავსის მესამე სართულზე გადატანა, ვიდრე მიწის ქვეშ. ფინანსურადაც უფრო მოგებული იქნებით და უფრო ჯანსაღ გარემოც გვექნება ზედმეტი. აი მე აუხსნი, ხა აქ ამ პირდაპირ იმაზე რომ ნახოთ, ხო? ეს არის პირველი სართული, მეორე სართული და მესამე სართული დაგვემატა, ოთახი უკვე მანსარდული ტიპის, იქიდან გამომდინარე, რომ სარდაფზე უარი თქვით. შემოსასვლელი სახლში, გადახურული შემოსასვლელი და კარგია გადახურული შემოსასვლელი, საერთოდ სახლს ჰქონდეს. წარმოიდგინეთ, რაღაცა მიხვედი და კარები უნდა გააღო წვიმს, ან თოვს ცუდი ამინდია, რაღაც დახურულ სივრცეში, რაღაც ხელში გიჭირავს, შეგიძლია დადო მშრალად რაღაცა ნივთი და გადახურულით შეხვიდე სახლში, იგივე სტუმარს აცილებდა ცუდი ამინდია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიბე მინდოდა რომ მრგვალი ყოფილიყო და ეს კიბე მინდა რომ არქიტექტურული ელემენტი იყოს თვითონ სახლის, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი მინდა ეს გავხადო, იმიტომ რომ ამას კავშირი აქვს მთელ დიდ ოთახთან, საერთო ოთახთან და ჩანს საერთო ოთახიდან. ასე რომ რაღაცა განსაკუთრებული კიბე მინდა რომ გავაკეთო, ესეთი მოხვევით ამ მიმართულებით ადის ზევით. ეს არის მისაღების სივრცე, სადაც აქ იქნება კარადა. და ეს არის მისაღების სივრცე, აქ შეიძლება დადგეს პატარა ბენჩის ტიპის ჩამოსაჯდომი, ფეხსაცმელების გასახდელად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ არის სანიტარული კვანძი, ეგრეთ წოდებული სტუმრების, სადაც ასევე მოთავსებული აქ წარმოვიდგინე, ეხლა დიზაინერთან უნდა ვიმუშაო ამაზე, მაგრამ აქ წარმოვიდგინე ერთიანი ესეთი დიდი კარადა, რომ ამ კარადაში ჩაჯდეს უკვე საშრობი და სარეცხი. კარგია რომ აქ წვდომა აქვს გარე სამყაროსთან, ანუ აქ ალბათ დავამატებ ერთადერთი რაც გამოგვჭა ფანჯარას, რომ კონდეს ამას ბუნებრივი განიავება, ძალიან მნიშვნელოვანია სულ წერტილებში ბუნებრივი განიავება და ეს აშკარად გამოგვეპარა და გამოგვჭა. აქ ჩავინიშნავ, რომ ბიჭებო, ეს ყველა ვარიანტში გასაკეთებელია. უკან არის ტექნიკური ოთახი, სავსებით საკმარისი 4 კვადრატული მეტრი, მეტი არ ჭირდება ამ ზომის სახლს, სადაც დადგება საქვაბე, სადაც ასევე იქნება ელექტროგენერატორი. ეს არის საერთო ოთახი, საერთო ოთახში მისაღების, ესე იგი, ზონებად არის დაყოფილი. ნახეთ, ეს არის ერთი ზონა, მეორე ზონა, მესამე ზონა და მეოთხე ზონა. გია არის ეს ყველაფერი, მაგრამ ზონებად არის. ეს არის ბუხრის და აქ ტელევიზორი იქნება სავარაუდოდ, ან არ იქნება ტელევიზორი, იმიტომ რომ ტელევიზორს ფაქტიურად არ უყურებს სახლში. მისაღები სივრცე, სადაც არის განლაგებული სამეული და დასასვენებელი სივრცე, ეს არის
როიალი, სადაც პირდება ჩემი შვილი რომ მუსიკალურ საღამოებს გამართავს და ვნახოთ ერთი რას იზამს, ოდესაც ჩამოვა ხოლმე ამერიკიდან და იმედი მაქვს სპეციალურად ჩემთვის არის ელენე გაკეთებული. მე ამაზე დაკვრა არ ვიცი და ამას აქში ვერც ვისწავლი. ეს არის სასადილო სივრცე, მესამე სივრცეს დავარქვათ სასადილო სივრცე, რომელიც არის უკვე ახლოს სამზარეულოსთან, სამზარეულოში აქ არის ჩაშენებული ეს კედელი არის გამოყენებული ჩაშენებული სამზარეულოსთვის და ეს არის კუნძული. სამზარეულოდან გადიხარ უკვე ტექნიკურ სამზარეულოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და ამაზე მინდა რომ გაამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ თუ გაქვთ საშუალება ფართის თვალსაზრისით ძალიან მაგარი რაღაც არის, იმიტომ რომ ყველა ეს ჭუჭყიანი საქმე რაც შეიძლება გაკეთდეს სამზარეულოში, უკა ტექნიკურ სამზარეულოში ჯობია გაკეთდეს შეწვა, მოხარშვა, ეს სუნი, თავისი ფანჯარა, გამწოვი სისტემა აქვს, ერთი დიდი ტექნიკური, ასე ვთქვათ, დამხმარე დიდი მაცივარი, რომელშიც ეს უკვე მზა საკვები შეიძლება შეინახო და მშრალი, ასე ვთქვათ, სათავსო, რომელიც საჭირო არის ალბათ ყველა ოჯახში. პირველ სართულზე აქ არის ერთი კიდევ მნიშვნელოვანი კაბინეტი, რომელიც მინდოდა საკმაოდ დიდი კაბინეტი გამომივიდა. ამ კაბინეტის სტილისტიკაზე ვარ მხოლოდ ჩამოყალიბებული, ესეთი ხეში გაკეთებული მინდა და დიზაინერს გაუადვილდება საქმე, იმიტომ რომ კაბინეტი აბსოლუტურად წარმომიდგენია, როგორიც უნდა იყოს. კაბინეტი პირველ სართულზე აუცილებლად, იმიტომ რომ სტუმრების მიღების დროს რაღაც გარკვეულ შეხვედრებს გამართავ ამ კაბინეტში, რაღაცა გამოეყოფი რაღაც დიდ ჯგუფს შეიძლება და გინდა წყნარად ვინმესთან დალაპარაკება და მუშაობა, მე ხშირად საღამოობით მუშაობ ხოლმე სახლში და ესეთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. და ქვევით პირველ სართულზე გავაკეთეთ ერთი საძინებელი, რომელსაც დავარქვათ სტუმრის საძინებელი. არ არის დიდი ზომის, დაახლოებით 12-14 კვადრატულია და სავსებით საკმარისი იმისთვის, რომ სტუმარი მიიღო და დაიტოვო თუ ამის საჭიროება იქნება. აქ არის 3 ვიტრაჟი, უბრალოდ 4 პირველ სართულზე და ეს 3 გადის უკანა ტერასაზე. ეს არის ტერასა. და დახურული ტერასა 40 კვადრატულზე ცოტათი მეტი არის, ერთი დიდი სასადილო მაგიდით, რომელიც არის სამზარეულოსთან ასე ვთქვათ ახლოს განლაგებული და კარგამინჩის აუზმეს ადილი ვახშამი ყველასფერი შეიძლება აქ იყოს და აქ პატარა დასაჯდომი სივრცე, სადაც შეიძლება დაისვენო. ეზოს განაწილებაზე არა ვარ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ მინდა სახლის აუზის განთავსებაზე უფრო სწორად და აი ამ სივრცეების კარგად დაგეგმარებაზე მონახაზი კი აქვს ბიჭებს გაკეთებული, მაგრამ ახლა ამას არ განახებთ, იმიტომ რომ მინდა რომ პირველი სართულის ბეტონის სამუშაოებით დავამთავროთ და უფრო კარგად წარმოვიდგინოთ ყველამ იქ ტერიტორია რა ხდება, როგორ ხდება, ღობე როდესაც დადგება და პირველი სართული კარკასის უფრო კარგად გამოჩნდება, რასად იქნება კარგი რომ გაკეთდეს. გადავიდეთ ახლა მეორე სართულზე. გვაქვს ესე კიბით რომ ამოდივართ. აქ არის სველი წერტილი, საერთო სველი წერტილი და კიბის უჯრედი, რომელიც ადის მესამე სართულზე. აქ არის მასტერ საძინებელი, თავისი პატარა აივნით, საკმაოდ დიდი გამოვიდა აბაზანა. ეს არის დაახლოებით 20 კვადრატული ჩასაწოლი აბაზანა, შემდეგ არის აქ საშხაპე, დიდი ზომის დაახლოებით 3 კვადრატულამდე არის საშხაპე, 2 კვადრატული და რაღაც, მაგრამ ესეთი დიდი სივრცე იქნება და დიზაინერს ექნება საშუალება კარგად გააკეთოს და გაანაწილოს ეს ისენი რა საშხაპე თვითონ და ესეთი სივრცე, ისე გამოვიდა რომ ოჯახში ყველანი დიდები ვართ და ჯობია რომ თუ გაქვს საშუალება სივრცის იყოს დიდი ეს საშხაპე და არ იყოს რაღაც პატარა კაბინა, რომელშიც არაკომფორტულად ვანაობ. ცალკე არის გამოყოფილი უნიტაზი და პატარა ხელსაბანი, ან ოთახშივე, შიგნითვე არის გამოყოფილი. ეს ალბათ მინით გავაკეთებთ, გაუმჭვირვალე მინით. თუმცა დიზაინერი გადაწყვეტს ამას რა და როგორ და დიდი ხელსაბანი თავისი კარადით და აქსესუარებით. აქვე ოთახიდან საძინებლიდან შედიხარ უკვე გარდერობში. გარდერობი არის დაახლოებით 18 კვადრატული. ორივე კედელზე აი აქ კოლონა უწევს, ნახეთ და ეს კოლონა დავმალეთ და დავმალავთ ალბათ დიზაინერი ესე იზამს, სადაც კარადა ჩადგება და აქეთ ამხარეს კარადა. აქ დაგვავიწყდა კიდე ერთი რამ ირაკლი
და გვავიწყდა აქ ფანჯარა მინდა აუცილებლად და აქ ფანჯარა არის აუცილებელი გარდერობში რომ მოხდეს ბუნებრივი განიავება. გარდერობში არის ბევრი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ამას ჭირდება კარგი განიავება. რეკუპერატორით შეიძლება ჰაერის მასის ცვლილება ოთახში, მაგრამ ჯობია რომ ბუნებრივი განიავება ქონდეს, გადმოკიდებ ამ ფანჯარას და ბუნებრივად განიავდება. და სამი საძინებელი, პატარა საძინებლები ელენესთვის, ლუკასთვის, ვიტოსთვის. ავიდეთ, გადავიდეთ მესამე სართულზე, რომელიც არის ერთი ღია სივრცე, ერთი სველი წერტილით. ერთი ღია სივრცე არის და ამ ღია სივრცეში კარგი რაც არის, რომ მხოლოდ ერთი კოლონა მოყვა და ამ კოლონასაც რაღაცას დიზაინერი მოუფიქრებს. ეს არის ფანჯრები, სხვენის ფანჯრები და 70 კვადრატულამდე სივრცე არის, სადაც მინდა რომ გაკეთდეს და ეს უკვე დიზაინერს მინდა მივანდო, სადაც მინდა გაკეთდეს დიდი კინოთეატრი და ბავშვთა გასართობი ოთახი უნდა იყოს. მოკლედ, ეს არის სათამაშო გასართობი ოთახი და სტრატეგია რა არის ჩადებული ახლა ამაში, რატო გავაკეთე მესამე სართულზე, რატო გავუშვი შვილები და შვილების მეგობრები შემდეგ რომლებიც იქნებიან სახლში ყველა ვარიანტში. პირველ სართულზე ხარ, სტუმრებს იღებ, ან გინდა შენთვის წყნარად შვიდათ იყო და ბავშვები მოვიდნენ ბევრნი, აუშვებ მესამე სართულზე და მორჩა, ანუ სართულებს შორის გაქვს კიდე ერთი სართული, ანუ შენსა და ბავშვების ხმაურ შორის არის ერთი მთელი სართული, სადაც არ გადარდებს უკვე მერე აღარაფერი, არ გესმის ქვევით ეს ხმაური და ამბავი. სახლი ვიზუალურად არ მინდოდა რომ ყოფილიყო ძალიან რაღაც ესეთი ულტრა თანამედროვე და მინიმალისტური სტილის, მინდოდა კლასიკური სახლი და მივიღეთ კიდევაც, ვფიქრობ რომ ლამაზია, მე ძალიან მომწონს. თავარია მე მომწონდეს პრინციპში, არქიტექტორებსაც ძალიან მოწონთ, ძალიან კარგი ნამუშევარი გააკეთეს. ყოჩახ ბიჭებს. გადაწყვეტილი არის კლასიკურ სტილში, ფანჯრები იქნება ალუმინის, ფასადი არის დათფუნებული, შელესილი და შეღებილი. ეს არის ის ფანჯრები, რომელიც მესამე სართულზე გადაწყდა, შესასვლელი, გადახურული როგორც თქვით და უკანა მხარეს დახურული ვერანდა, რომელიც გამოდის მისაღები ოთახიდან და უკნიდან ესეთი სამი ფანჯარა აქვს საძინებლებს. აქეთ ამ მხრიდან ეს არის მნიშვნელოვანი დასავლეთის მხარე, სრულად ყრულ გავაკეთეთ. აქ მინდოდა პრინციპში კაბინეტში მეორე ფანჯრის გაჩენაც, მაგრამ დასავლეთის მხარეა და ლისზე დასავლეთიდან უბერავს ისეთი ქარი, წოდორეთიდან მოაქვს ხოლმე მანქანები და სახლის ახურავები ლისზე. სულ ეს არის. ნახოთ ახლა რას ავაშენებთ. საინტერესო პროცესი გვაქვს. გიორგი უკვე დაიწყო გაამზადა მიწა და ვრგავთ იმისთვის რომ დაიფაროს მეზობლების ეს ახლოს მდებარე სახლები, გვინდა რომ მაქსიმალურად კარგი დისტანცია დავიჭიროთ სახლებს შორის. რამდენი არის რეკომენდირებული გიორგი და როგორ ვაპირებთ რომ ესენი დავრგოთ, რომ გაიზრდება, რომ კარგად დაფაროს, მაგრამ სანამ ძალიან მაღალიც გაიზრდება, მანამდეც რომ რაღაცა სიმყუდროვე შექმნას. მოკლედ ჩვენ როგორც თქვით, გავამზადეთ ეს ტრანში, ამოვიღეთ კარგად, იმიტომ რომ ადგილობრივი ნიადაგი არ შეესაბამება ხეებისთვის გასაზრდელ პირობებს და შემოგვაქვს მიწის სუბსტრატი, ჯერ ვიღებთ, ცოტა ღრმად ვიღებთ ღარს, რომ ამოფხივერდეს ეს გრუნტი და მცენარეებმა კარგად განივითაროს ფესტო სისტემა და შემდგომ უკვე პროექტის მიხედვით ამ ხეებს რესურსი აქვს ძალიან დიდი. მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან გვინდა რომ ეს დაიფაროს ეს ღობე, ჩვენ მინიმუმ 1 მეტრს ვიღებთ ამ შემთხვევაში ერთმანეთს შორის დაშორებას. ღეროებს შორის. და ეს არის საინტერესო, ესეც აუხსნათ მაყურებელს, შავ მიწაში ურევ პემზას. საინტერესოა. პემზას ურევთ, დაახლოებით 30% პემზას ურევთ, რადგან წიწვოვანი მცენარეებისთვის განსაკუთრებულად რეკომენდირებულია კარგი სადრენაჟო სისტემა, ფესტო სისტემაში და აქედან გამომდინარე ჩვენ კარგ შავ მიწას, განოყერებელ შავ მიწას ურევთ პემზას, რადგან თვითონვე პემზაშივეა გაზრდილი თავის სამშობლოში. ხო, ესეა ჩამოსული. და ესევე და ჩვენ ადგილობრივ პემზას ურევთ, რადგან კარგად განვითარდეს თვითონ ფესტო სისტემა და ფესტო სისტემა რო ვითარდება, მე ხეს შესაბამისად ძალიან ლაღი არის და ძალიან ბედნიერი არის და ძალიან გაგახარებთ ესე რო ვთქვა და თავის სილამაზით და თავის განვითარებით. რო გამოვალ შემომძახებს. ვახოს გაუმარჯოს.
კი ბატონო. ლაღი ხეები გვეყოლება პემზაში გაზრდილი. ეფექტით, კი, თავისი მწვანე ეფექტით. გამაგრების სისტემა. თვითონ ხეების დამაგრების სისტემა, რადგან ქარიანი ადგილია და ხო, ეს მნიშვნელოვანია. როგორც კი ჩამოვა ხეები დარგვისას აუცილებლად გამაგრების სისტემა. სხვადასხვანაირია, ქალაქშიც გვინახავს და ვაკეთებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ესეთი მყარი, რკინით გაკეთებული, ეგრეთ წოდებული ტრუბა კვადრატი და შემდგომ ამას გაიხრიტება და სათითაოდ დამაგრდება თავისი რბილი რეზინით, ეგრეთ წოდებულით, რომ არ მოხდეს ჯვალო და ისა რა ქვია, რეზინი იქნება, რომ არ მოხდეს კანის გადაქერცვა და სხვადასხვა დაავადებები. მოკლედ, ყველა ხე დაირგვება ინდივიდუალურად ესეთი სისტემით. მაგ დავამონტაჟებთ სარწყავს სისტემას, რომ ყოველ წუთას ადამიანი არ იდგეს და უფრო დაზოგილი იქნება დროც და მე ვერ ვიდგები, ხო, მოსაწყავად ვერ ვიდგები. ნამდვილად. კი, და პირველ რიგში დავიწყებთ აქ, ანუ იმ პროექტის მიხედვით, რაც გექნება თქვენი დენდრო პროექტი და ეზოს პროექტი, იმის მიხედვით გამოვა აქ სარწყავის სისტემის მილი და ექნება წვეთოვანი მორწყვის სისტემა, რომლის ჯერადობასაც უკვე ჩვენ აგრონომიული თვალსაზრისით შევარჩევთ სეზონის მიხედვით და შესაბამისად ჩაერთვება შეწამლა სასუქების სისტემა და მოვლა პატრონობა ეგრეთ წოდებული გაკრეჭვა და გალამაზება და ხმელი და დაზიანებული წიწვების შეჭრა. მოკლედ აბა ვნახოთ. საბოლოო შედეგს განახებთ ამ კედლის როგორი გამოვა ამავე გადაცემაში და დანარჩენ გამწვანებას უკვე როგორც გითხარით, როდესაც სახლი აშენდება, სულ ბოლო ეტაპი იქნება, გიორგის ისევ დაუბრუნდებით. მადლობა. დიდი მადლობა. ესე იგი, პროექტი გვაქვს, კონსტრუქციული ნახაზები გვაქვს. სამშენებლო მოედანზე კი იცით რაც ხდება, ნარგავები მივიდა, დაურგეთ, გიორგიმ კარგად გააკეთა თავისი საქმე. ეხლა ხვდები ბაკურს, ბაკური არის ჩვენი გენერალური მენეჯერი, რომელსაც ეკუთვნის ყველა შესყიდვები, ეკუთვნის დაორგანიზება ამ საკითხების, კლიენტებთან ურთიერთობა, მომხმარებლებთან ურთიერთობა და ყველა ის საკითხი, რაც საოპერაციო მენეჯმენტთან არის დაკავშირებული, საბას კი იცნობთ, მშენებელი, მთავარი მშენებელი ჩართული არის ამ პროექტში, იმიტომ რომ მინდა რომ კარგად აგიხსნათ ყველაფერი და უფრო გასაგები იყოს, იქიდან გამომდინარე რომ მას დიდი გამოცდილება აქვს და ძირითადად ჩვენ კომპანიაში მასაბარია დიდი მშენებლობები, ამ პატარა სახლის მშენებლობაზეც ჩავითრიე, ძმარი და უარი ვერ მითხრა და იმიტომ რომ ნუ ცოტა დრო აქვს და გამომდინარე აქედან ცოტა გაუჭირდებოდა აქ ჩართულობა, მაგრამ ჩაგვერთო, მადლობა ძმაო. და დღეს ესე იგი გადავწყვიტოთ ეხლა რა საყალიბე მასალით ვაკეთებთ პროექტს, ამას საბა გვეტყვის, შენ გითხარი ვინ არის მენეჯერი. რადგან მშენებლობის მენეჯერზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული და მნიშვნელოვანია რომ კარგი მენეჯერი გყავდეს და ჩვენ სულ კარგი მენეჯერები გყავს ობიექტებზე. ამ ეტაპზე არჩევანი შევარჩერეთ ჯონიზე, რომელიც გამოცდილი კადრია და შესანიშნავად გაუძღვება შენი სახლის მშენებლობის პროცესს. ჯონი გამიხარდა, ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი ბიჭი არის. თუ არ ვცდები, 7 წელია. ჩვენთან მუშაობს კომპანიაში, 6-7 წელია და სტაბილურად კარგად უძღვება პროექტებს და მიხარია, რომ ჯონი სხვათა შორის ემზადება პარაოლიმპიური თამაშებისთვის. ტყვიაში აჯენს. ტყვიაში აჯენს. ეს არის მსროლელია და ფრთხილად უნდა იყვნენ ბრიგადები, რამე არ შეეშალოთ. საბა, ეხლა ჩვენ უნდა გავიაროთ ამ ნახაზების მიხედვით საყალიბე სისტემები და საერთოდ რა გვჭირდება. სატრანსპორტო თვალსაზრისით მე მგონი პრობლემები არ არის, ყველაფერი მიუდგება, ხო? ბეტონის მიწოდება და ჩასხმა, პომპების დაყენება პრობლემა არ იქნება, რადგან გზები უკვე დაქსელილია და მარტივად მიიღოთ ასფალტირებული გზით. ერთი რაც არის მთავარი, რომ ეს ასფალტიანი გზები არ დავაზიანოთ და იქ, ნუ, უნდა გააკომპლექტოს მენეჯერმა, რომ კერხერი ადგილზე იყოს, სარეცხი აპარატი, რომ შემდეგ მოირეცხოს ასფალტი. ეს დეტალები უკვე გავლილი გვაქვს ჯონისთან და დეტალურად იცის როგორ, სად რა უნდა გავაკეთოთ. ძალიან კარგი. და საყალიბე სისტემაზე რა ვშვებით? საყალიბე სისტემა დოკას ვიხმართ ალბათ, ხო? რადგან ურიგელო გადახურვა გვაქვს, ჯობია რომ გამოვიყენოთ დოკადეკი, სწრაფი იქნება, მარტივი იქნება საწყობა და იდეალურ ზედაპირს მივიღებთ. ანუ ჭერს რო ავხედავთ, იქნება ულამაზესი. ხო, დოკადეკი GTC არის. ჩვენი პარტნიორი, ძალიან მაგარი კომპანია, რომლისგანაც ვიღებთ ამ მომსახურებას. კოლონები არის 30-იანი კოლონებია. კონსტრუქტორებთ ესე აქვს გადაწყვეტილი, იმიტომ აი გადმოსვლები, რომელიც უკვე დოკადეკის სისტემა უკვე ადგილზე აუხსენი შენ მაყურებელს, რა იქნება და როგორ იქნება. მოკლედ, რადგან
ინდივიდუალური კერძო სახლი არის, სრულად ვერ მოხდება დოკადეკით აწყობა, მოხდება ნაწილობრივ კომბინირება კოჭებით და ფანერებით და უბრალოდ ძირითადი მასა იქნება დოკადეკი, რაც გაგვიმარტივებს და აგვისწრაფებს პროექტს. ასე რომ გავიარეთ ახლა ოფისში ყველა დეტალი, რაც ჭირდება მშენებლობის მენეჯმენტის პროცესს, ხვალიდან გადავალთ უშუალოდ მშენებლობაზე, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა YouTube-ზე, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი სერია, იმიტომ რომ შემდეგ სერიაში უკვე მშენებლობის უშუალო პროცესი იწყება და საკმაოდ საინტერესო სერია გელოდებათ. მადლობა. მიჩვეული არის კორპუსების მშენებლობას და იქ თავში რო არაფერი დაგეცეს, აქეთ ახლა მეტეორს თუ გესწრის, სწორედ ზევით არაფერი არ არის. აუცილებელი არის მშენებლობის ყველა ეტაპზე ვაკონტროლოთ არმირების ყველა კვანძი. ამას იყენებენ როგორც ფილებში, ისე სათუშუა გადახურვებში რა, რომ განივი ბზარებისგან დავუჟღოთ თავი. დღევანდელ მშენებლობაში დრო ძალიან მაგრად ფასობს.